გოგოებო, წარმოიდგინეთ, დედა ჩემი უკვე მეორე დღეა გაუჩერებლად მირეკავს და მე მეშინია პასუხის. ასე რომ დამინახოს ვიდეო კოლში რა უნდა უქნა საერთოდ. უთხარი რომ დედა ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ცოტა ფერმკრთალი ვარ. ან უთხარი რომ რაღაც კრემს იყენებ და სახეზე კრემი გისვია. გოგოებო, სანამ აქ ვართ პრობლემა არ არის. ვერავინ ხედავს, მაგრამ მე როგორ იქნება? სკოლაში როგორ ვივლით, მოლებში როგორ წავალთ, როგორ ვიცხოვრებთ? როგორც ახლა, გოგოებო, ყველა დაგცინებთ. ეს რა არის? მგონი წერილი ჩვენი შეყვარებულებისგან. რა წერია? ყველაზე ლამაზ გოგოებს. ხო, ყველაზე ლამაზ გოგოებს. გოგოებო, არ გეწყინოთ, მაგრამ ახლა ყველაზე ლამაზი თქვენში მე ვარ. კარგი, რა წერია? ძალიან კარგი იქნებოდა რომ შემეძლოს ამ ხელწერის წაკითხვა. გოგოებო, გპატიჟებთ პაემანზე, ზომბის კაფეში, დიანა, კნოპა და ნასტია. ყველაზე ლამაზი გოგოები ხართ. და გვინდა რომ ყველა ჩვენს მეგობარს შეშურდეს. ყველაზე ლამაზო გოგოებო, თანახმა ხართ თუ არა რომ წამოხვიდეთ პაემანზე. ზიპი, ზაკი და ზაკატი. ხო, რა თქმა უნდა, მინდა რომ წავიდე. ძალიან კარგად ჟღერს ეს კაფე. გამარჯობა, მასკოტ. გამარჯობა გოგოებო, აქ მოვედი რომ გოგოებო, თქვენი მშობლები თქვენზე ძალიან ნერვიულობენ, სულ გვირეკავენ და გვეკითხებიან რა გჭირთ და რატომ არ იღებთ. დიანა, დედა შენი სმაილს სულ ურეკავს და სმაილი ეუბნება რომ ან შხაპს იღებ, ან საჭმელს ჭამ. დიანა, რა მოხდა? მასკოტი ხო წავიდა? წავიდეთ კაფეში, ყველა გველოდება. კნოპა, მამა შენი ამ სახლში მოსვლას აპირებს. ჩანდაბა, მართალია, ჩვენი მშობლები მათ არ იციან რომ ჩვენ შევიცვალეთ.